დღეს მოგიტანეთ 10 ცალი ამანათი. ყელი ამანათები, აი ესეთი ამანათები. ნახეთ, სულ ყველა ბრტყელია და 10 ცალია. ნახოთ, ბრტყელებში საინტერესო ძირითადად არაფერი არ ამოდის ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს მოლოდინები გაამართლა. ასე რომ დავიწყოთ და ვნახოთ. შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია ამანათების გადამზიდი კომპანია Georgian Time, რომელსაც პოლონეთიდან საქართველოში და საქართველოსთან პოლონეთში დააქვს ამანათები. მათი დახმარებით ჩამომივიდა ამანათების საკმაოდ დიდი პარტია, რომლის ვიდეოებსაც უკვე ვდებ და ნახიც გექნებათ. მათი პოვნა შეგიძლიათ Facebook-ზეც და TikTok-ზეც. მიწერეთ რაიმეს გამოწერა თუ გნებავთ პოლონეთიდან, ან რაიმეს გაგზავნა თუ გნებავთ პოლონეთში. მოდი პირველი ამანათი ვნახოთ, გადევს და ჩემი ძველი ამანათებიდან ალბათ გესვდნებათ, რომ ფარდები მეზიზღება, წინაზე იმდენი ფარდა მომივიდა და მე მგონი გრძელდება ჩემი ზიზღი, იმიტომ რომ მგონი ამომივიდა ფარდა. ეს უნდა იყოს წესით ფარდა. არ წერია, მაგრამ არის ფარდა. აი ესეთი ფარდა არის. ხარისხზე გაგითხრათ, არ ვიცი, აი ესე გამოიყურება. ესე ჩვენი ფარდა. ეს ვერ გასაკეთე წავა, იმიტომ რომ მე ფარდებს ვერ ვიტან, მაგრამ სამწუხაროდ ის რა ქვია, საკუთარი პარკის გავჭერი, ასე რომ იქნება პარკის გარეშე. არ ვიცოდი, ძალიან ზერმეტად გადავუსვიდანა და საკუთარი პარკის გაიჭერა. ასე რომ ამაში ხა ვეღარ ჩავატე, ასე რომ რაღაცაში გადავფუთა მე სტრეიჩ საგამეს ვიყიდი, დროებით იყოს აქ. შემდეგი ამანათი აღარ გავიმეორებ ხოლმე, რომ ბრტყელია, ყველა ბრტყელი იქნება აბსოლუტურად. აჰა, ხერხემალი ახატია, სავარაუდოდ რაღაც ხერხემლისაა. ოჰო, ეს არის, აი ესე გამოიყურება, მეგობრებო, ესე გამოიყურება და ვნახოთ ახლა გავხსნათ რა შეიძლება იყოს. ხო, უკან ინსტრუქციაცაა. ეს რა არის? მე ვერ ხვდები ეს რა არის? ეს ორი ერთმანეთთან კავშირშია. ეს იღუნება ვითო? ეს ესე დგება. ეს იღუნება. მოდი ვნახოთ ერთი გადავღუნოთ. ეს უნდა გადაღუნა და ჩასვა ამაშიო. მოიცა ხო სწორედ არის, ხო? ანუ ეს ზემოთ თუ არის, ეს ზემოთ უნდა ჩაისვასო. მოიცა და ბიჭო, გამოვიდა ესეთი გადაღუნული რაღაცა, ეს უნდა დადო და ხერხემლიც უნდა გადაწვე ამაზე, ეს რბილი მაგიტომ მოყვება, ეს დასადები. ნუ ხერხემლის სავარჯიშო არის, როგორც მივხვდი. წერია კიდევაც რა ვარჯიშები უნდა აკეთოს ზედ. ზირითადად ეს ქალი ეს უკანდევს და ესე იწევა ხერხემალზე. ნუ გარი რაღაცაა რა, ხერხემლისაა რა. შეგახსენებთ, რომ ნივთები, რომელსაც მე არ ვიტოვებ, ნუ ამას ზირითადად ჩემთვის ყიდულობ და ჩემთვის ვიტოვებ ხოლმე რაღაც ნივთებს, მაგრამ ნივთებს, რომელსაც მე არ ვიტოვებ, გავაკეთე სპეციალური საიტი, დაკარგული ამანათები .g. ამ საიტზე გადახვათ, გასაყიდად რასაც ვდებ, ყველაფერი იქნება იქ. დააწვევით იქ ნივთების კატალოგს და რა ნივთების გასაყიდად არის, იქვე აკეთებთ შეკვეთას. იქვე წერთ თქვენ სახელ, გვაქვს, ტელეფონის ნომერს, მისამართს, შეკვეთა მიზის მე ოპერატორს, ოპერატორი დაიკავშირდება და ნეტელებზე უკვე შეთანხმდებით ერთი სიტყვით, რა. ყველაფერი დალაგებულია, ლოჯისტიკა გამართულია. თბილისში მოწოდება არის უფასო. შემდეგი ამანათი არის ძალიან დიდი და ძალიან ბრტყელი. ახატი თუ იქნება, თორემ მეტი პროდუქტი ვერ წარმომიდგენია, ესეთი გრძელი რა უნდა იყოს Amazon-ის ამანათში. მართლა ვერ წარმომიდგენია. მოდი რამე ისეთი რა იყოს. ვა. ნახატი არა. ბავშვი ახატია. Kinder Paradise. აი ესეთი რაღაცაა. ნახოთ რა არის. მე მგონი საბავშვო დაფა არის, მე მგონი. ბიჭო, ვერია. ეს კარდონია რა გატეხილიყო. აი ესეთი დაფა არის. რომელსაც უკან ახატია, რაღაც მოზღაობები და რაღაცები ახატია და უკან დაფა არის, რომელზეც ეს რაღაცები და განათავსოს სავარაუდოდ. ნუ სავარჯიშო არის, ინგლისურენოვანია. გერმანული არის ხალხო. გერმანულად დაწერია. კვირის დღეებია სავარაუდოდ, დიდი იმედი მაქვს. გერმანული ვინც ისეთი მონთაგი, სამთაგი, ფრითაგი, არ ვიცი თუ სწორად გითხულობ, მე მგონი გერმანულია, გერმანულს ვამსგავსებ. ხო და ანუ აქ აკრავ, მაგნიტურია სავარაუდოდ ამეებს. ანაწევრებ, მაგნიტია და აქ აკრავ ალბათ. და რაღაც სავარჯიშოა, ან სათამაშოა რაღაც ეგეთი. ნუ არ ვიცი, გერმანული, ხო, გერმანული არის, იმიტომ აუფრახენგენ შენთენთენ რაღაცები წერია. კიდე რაღაც დევს შეგნით. ფლომასტერები დევს კიდევ შეგნით. არა, ფლომასტერია ეს. არა. საშლელი. გუბკა აქ, ზემოდან რო წაშალო. ალბათ ამ დაფაზე იწერება კიდევაც რაღაცეები და მოყვება კიდევ მაგნიტები. ნახეთ, ამდენარი მაგნიტი მოყვება. და ეს არის სავარაუდოდ ჩამოსაყიდებელი ამ დაფის. ნუ როგორც მივხვდი, რაღაც სასწავლო დაფა არის გერმანული ენის. საბავშვო. ნუ არა უშავს. ასე რომ ეს ნივთიც ალბათ გასაყიდად ჩემ საიტზე დაიდება. შემდეგი ბრტყელიკო ამანათი, აბა ნახოთ რა დევს. ესეც ნატურა. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ნატურები ამომდის. საკმაოდ მძიმეა, გამოიყურება აი ესე. ენერგიას დამზოგი 85% ვაწერია. არ ვიცი როგორ ზოგავს ენერგიას. რომ ნახოთ ჯერ საერთოდ საიდან იხსნება. კარგი. LED განათება არის აი ესეთი კაბელით
შესაერთებელია რაღაცაზე და აი ესე გამოიყურება. არის ძალიან ლამაზი და საკმაოდ კაი განათებას ექნება ესე მგონია. აი ესე გამოიყურება. ეს ეგრევე წავიდა გასაკეთში. გავარკვევ რაღებს, ბლა 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 და ეგრევე დაიდება ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი G. შეკვეთის დაკეთება შეგიძლიათ ვიტობის საიტიდან. ნუ შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ ხოლმე გოგნებავთ, მოგწერთ პირადში და ესეც დამყარდეს კომუნიკაცია. ნუ საიტიდან უფრო კომფორტული იქნება, იმიტომ რომ იქ კატალოგი არის და შეიძლება სხვა რაღაცაც მოგეწონოთ. შემდეგი, ნახოთ რა არის, სუბუქია. ჩაოლებები ყუთი აქვს. ყუთზე რაღაც ესეთი უცნაური რაღაც აწერია და ელემენტი შემცველიაო, რაც ძალიან מחარებს, იმიტომ რომ რაღაც ბენზინივი არ იქნება. ვაიმე. აი ესე გამოიყურება, მეგობრებო. ელემენტი არის. სავარაუდოდ ეს არის ლეპტოპის ელემენტი. ხო, ეს არის სავარაუდოდ Lion, ნუ ლითიუმის ალბათ, ლეპტოპის ელემენტი არის. ამას კარგად განახებთ, მე რომ ნახოთ თქვენ. აი ესეთი ეს რაღაც კონკრეტული ლეპტოპის იქნება, ყველაზე ალბათ არ წავა. თავისი ისინიც მოყვება რა, დასაყენებელი ისიც მოყვება თავისი ეგრეთ წოდებული სახახნისები, კალამივით, ეს როგორ საყენები რა. რომელი ლეპტოპის არის, ეხლა მაგას ვნახავ. LSCC, რავი, ესე წერია. რა ლეპტოპზე მიდის, მაგას ეგ ვერ მივხვდი. LSCC რამე ლეპტოპი თუ არის, 4369-იანი ელემენტია. არ ვიცი, დიდია თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ შეიძლება სხვა ლეპტოპზე წავიდეს, ალბათ, ნუ არ ვიცი, ძალიან სპეციფიური ეხა ამის ლეპტოპი თუ ვინმეს აქვს, ალბათ იმას გამოადგება, ესე მგონია. ესეც გასაყიდად წავა სავარაუდოდ. მაგრამ არ ვიცი, უნივერსალია თუ არა, მაგას უკვე რა თქმა უნდა გასაყიდად დავდება მას ჩემს საიტზე, მე უკვე გავარკვევ რა თქმა უნდა. LSCC, რა ვიცი, არც გამიგია რომ გავსი ლეპტოპი და გავსი შეიძლება LSCC თვითონ ელემენტის ბრენდია, ვერ გეტყვი. შემდეგი, ცოტათი დიდი ამანათია ეს, დიდი რა, ანუ წამსხვილია. ნახოთ ამაში რა შეიძლება იდოს, ქალები ახატია. ქალები ახატია, ესე იგი ქალის რაღაცა ამოვიდა ქალებო. აი ესე გამოიყურება, აი ესეთი რაღაცა არის. მოდი არ წავიკითხავ ახლა მე რა არის, პირდაპირ გავხსნი და ვიმსჯელოთ. ჩემი მსჯელობები ხო გიყვართ ხოლმე, რა ვიცი რა. ქალების აქსესუარებია. ნახეთ? ქალების ეს რა ვიცი რა, ბუმბული. ეს არ ვიცი რა არის და კაბა. ერთ-ერთი კაბა არის. საღამოს კაბა არის, თავის სერტიფიკატი მოყვება. აი ეს არის, ნახეთ, შუაში რო ქალი ახატია, მაგისი კაბაა. შუაში რომელი ქალის ახატია. ეგ კაბაა. გავხსნა და ვნახოთ, აბა. ზომა არ აწერია, რა ზომა არის? ნუ იაღლიღზე ეწერება სავარაუდოდ და ვნახავ ახლა, ეს საკმაოდ ლამაზი კაბა არის, აი ესე გამოიყურება, მე მგონი უმა მიჭირავს? არა. აი ესეთია ხალხო, არ ვიცი მთლიანად როგორ ვაჩვენო, გძელია ძალიან, ხო არ ჩავისმევ ხა ამას არა? აი ესეთია, ერთი სიტყვით, ესეთი მატერიაა. ზომას ეხლა ვერ ვნახავ, მაგრამ არ აწერია ზომა, სავარაუდოდ ესია. მძიმეც არის, მარტო კაბა არ არის, კიდე რაღაცები მოყვება და ვერ მიხვდი რები მოყვება, მოდი ამას გავხსნი ახლა და ნახოთ რა მოყვება. ой, კარგოდ გამოყვება თავისი. რების გახსნა მიწევს ხალხო. ხო, ეს კარგოდ კარი, ნახე? ხო. კარგოდ გამოყვება თავისი, გასაყვარელი რაღაცა. რების გახსნა მიწევს ამ ხელა კაცსა. ეგ არის, აქ კიდე რა ვიცი, მძივები და რაღაცეები ძებს კიდე. ანუ საყურებელი მოყვება თავისივე სტილის, მძივები მოყვება. ერთი ყელზე გასაკეთებელი, ერთი ხელზე ალბათ და რაღაცა ჯოხი მოყვა. რა ვიცი, ჰარი პოტერის ჯოხია მე მგონი, რა ვიცი. რაღაცა ჯოხი მოყვა კიდე. სიგარეტის მოსაწევი ჯოხი მოყვა კიდე ხალხო. ზესკი ქალები რო არიან ძველი დროის რა, ესე რო ეწევიან, ხო ხდები? ყალიონი თუ რა ქვია ჩვენ ენაზე ამას. სიგარეტის მოსაწევი მოყვა, ესე გძელდება თან, ნახე? ნახე, ამ ხელაზე გძელდება და მე ესე დააჭერ და სიგარეტი ვაგდება რა. ესე რო დააჭერ. ძალიან კაი რაღაც, ძალიან ისეთია რა. სიტუაციურია ძალიან. სასაჩუქრად იქნება იდეალური. და კიდე რაღაცა არის შეგნით, რა ნახოთ ეს რა არის. სავარაუდოდ ხელთათმანი იქნება მგონია, იმიტომ რომ ისეთი სტილია, რომ ხელთათმანი უნდა იყოს შეგნით. არა? ხო, ხელთათმანები მოყვა. ძალიან საყვარლობაა. ეხლა ქალის რაღაცების გახსნა მე მაგად არ მიყვარს, იმიტომ რომ ინტერესი არ მაქვს ზოგადად, მაგრამ ეს ძალიან საყვარლობაა. და ნუ კიდე ერთი რაღაცა მოყვა აქ, რაღაც ბუმბულები არის, ამასაც გავხსნი ხა განახებთ რა არის. ეს თავზე გასაკეთებელი ბუმბულია, ამას მე გავიკეთებ ხა ხალხო. ესეთი. მიხდება? ესეთი შიგნით რაღაცა ლამაზი ქვა აქვს ამას. რაღაც მასკარადები, ბალმასკარადები რო იქნება ხოლმე, საქართველოში თუ არის გავს რაღაცები არ ვიცი. ეს ძალიან გამოგადგებათ, იმიტომ რომ ყველაფერი აბსოლუტურად დამატებით მეგონი არაფერს კიდევ არ მოგიდა, ეს ფეხასმელი არადებს. ეს უეჭველი გასაყიდად დაიდება, ჩემი საიტი შეამოწმეთ ხოლმე. ნუ იმას თუ ძალიან გნებავთ უცებ და საიზე გადასვლა და საიზე მოქმედებები არ იცით როგორ ხდება და რანაირად პირადში შეგიძლია მომწეროთ ან კომენტარი დამიწეროთ თუ გნებავთ. შემდეგი ყუთი ესეც მსგავსი რაღაცა ჩანს. ამას თავისი პარკიც აქვს, ეს იმენა გაუხსნელია, არავის არ გაუხსნია არასდროს. ნახოთ რა, თოვლის ბაბუა ახატია.
და არ ვიცი რა არის. Advent კალენდარი არის ხალხო. ეს საახალწლო კალენდარი არის 24 დღიანი აწერია. 24 დღის განმავლობაში სათითაოდ უნდა გახსნა რაღაცეები. ხა ამას აღარ მოვასწრე, აზრი არ აქვს. რაღაც საჩუქრები და შიგნით. Advent კალენდარი არის. რა სტილის Advent კალენდარია ვერ მივხვდი. პაზლი არის. Advent კალენდარი არის პაზლებისგან, ანუ 24 დღის განმავლობაში 24 ცალი პაზლი იდება შიგნით. 1008 ცალი ნაწილი არის ჯამში შიგნით. აი ეს. ამას აღარ გაგიხსნით, თავისი პარკი ქონდეს ყველაფერი, ესეც ეგრევე გასაყიდად წავა. ძალიან საინტერესო რაღაცა იქნება, ანუ 24 დღის განმავლობაში წარმოიდგინეთ 24 ცალი პაზლი გექნებათ. 1008 ნაწილით, ანუ. შემდეგი ავიღოთ სუპერ უწყვილესი ამანათი, რა იდება ნეტა. ნახოთ. აი ეს აწერია რაღაც. გოკოტა აწერია. გოკოტა. მოდი ნახოთ გოკოტა რა არის და გოკოტა არის ტანსაცმელი სავარაუდოდ. ბალიშის პირები არის. გონი აბრეშუმია. იმიტომ რომ მატერიაზე იგრძნობა რომ აბრეშუმია. გოკოტას ალბათ აბრეშუმს ნიშნავს, არ ვიცი. იმიტომ რომ უკან აწერია გარეცხვის წესები და ინსტრუქციები. ანუ სპეციფიკურად ძვირფასი არის, იმიტომ რომ გარეცხვის ინსტრუქცია ამ ხელაზე უკან არ ეძებოდა. რომ არ გააფუჭოთ პირველივე გარეცხვით ესე იგი. შემდეგი, ეს საკმაოდ დიდია, სუპერ მსუბუქია, აი ნეკათით რო იწეოდეს მოჭიდება რომ შემოდოთ ნეკათით ავწევდი. ნახოთ რა არის, ესეც რაღაც სხვანაირი ყუთშია. გავხსნათ და საათი. საათი ოღონდ ეს ქვემოთ რა არის? ეს სიტყვი საათი ამოვიდა და ქვემოთ აქვს კიდე რაღაცეები. 60-მდე ჩადის. მე მგონი წამზომია? გრადუსი, ფარენგეიტი. ცელსიუსი აწერია და ისიც აწერია, რა ქვია, ფარენგეიტის. ანუ საათი, რომელსაც აქვს ტემპერატურის გამზომის დაბლა. საინტერესო არის, კაი რაღაცაა. ესეც გასაყიდად დაიდება ჩემს საიტზე. ჩემი საიტი მოგეხსენებათ არის დაკარგული ამანათები წერტილი G. შეგიძლიათ ამ საიტზე იყიდოთ ამანათები, ის ამანათები, რომლებიც მე არ დავიტოვე და მე არ მჭირდება. ყველა ამანათი რაც მაგ საიტზე გაიყიდება, ის ამანათები, რომელიც არ გავხსენის. სხვა რამე იქ არ გაიყიდება, ასე რომ რაღაც ნიუსს რო ნახავთ საიტზე გასაყიდად, შეგიძლიათ ჩემი ვიდეოები გადაათვალილოთ და იმ ნიუსს უეჭველი აღმოვაჩენთ. თუ დაგაინტერესებს სურათის გარდა სხვა რაღაც ვიზუალური მახასიათებელიც რა. იმიტომ რომ ვიდეოს მანდ ვერ დავტოვე. ასევე ჩემი მხარდამჭერი არის Georgian Time, ამანათების გადაზიდვის კომპანია. მათი ლინკი იქნება კომენტარებში, შეგიძლიათ Facebook-ზე და TikTok-ზე იპოვოთ ეს. ისინი მეხმარებიან ამანათების ჩამოტანაში. ბოლო ამანათი დღეისათვის ნახოთ რა არის, ამდენ ფენაშია გადაყრა, უბედურებაა. ძალიან ბევრ ფენაშია. ჩვეულებრივი ყუთია. Amazonis ლოგო აკვია, რომ ეს პუსტაულად ამაგებული ლოგოა, შეიძლება Amazonis არც იყოს. ნახოთ რა არის. კლავიატურა ვითო? არა. ძალიან უცნაურია. ეს კინოებში მინახავს. გონი ბუხრისაა. ბუხარში რომ ესე შეუბერო, ქართველი ალბათ წვადზეც იხმარს ამას, რომ წვად შეუბეროს ესე ნაკვეთშხალს. აი ესეთი არის, ლამაზად გაფორმებული. ესეც გასაყიდად. მე არც ბუხარი მაქვს და წვადსაც სახში ავწვავ, ვიზახებ ხოლმე. ასე რომ ესეც ჩემს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ გასაყიდად ან კომენტარი დაწეროთ რო გნებავ შეგეხმიანებით ან ოპერატორი შეგეხმიანებათ და ნუ მე დეტალებზე შეთანხმდებით ერთი სიტყვით. კაი რაღაცები ამოვიდა რა სიტყვით. შემდეგი ვიდეო დაიდება ძალიან მალე, არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა ჩემს სოციალურ ქსელებში, სადაც ნახულობთ ამ ვიდეოს. YouTube-ზე დევს ხოლმე უფრო კარგი ხარისხით, უფრო გაშლილად ვიდეოები, Facebook-ზე ცოტა მოჭრილი ხარისხით იქნება ხოლმე და TikTok-ზე სავარაუდოდ, იმიტომ რომ იგივე ფორმატით ვერ გადმოვაქვს. სულ ეს იყო მეგობრებო, წარმატებები ყველას.